მოგესალმებით, ვიფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცეზე FM 98-სა და 5-ზე თბილისის დროით 14 საათი და 10 წუთია. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. დღეს ჩვენი სტუმარია ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბატონი ვასილ პაპავა და ჩვენ გადაცემის თემა დავარჩიეთ ამ შემთხვევაში დიდი ხანია მინდა მიმოხილვა იმ პროცესის და იმ საკითხის რაღაცა სხვადასხვა რადიუსით რაც ჩვენს უახლოეს სამეზობლოში მიმდინარეობს და რასაც აქვს ადგილი და ჩვენ ხედავთ სერიოზულ ჩემი დაკვირვებით სერიოზულ ცვლილებებს და ძურებს და მნიშვნელოვანია რომ ჩვენს და ჩვენს მსმენელსაც გვესმოდეს რეალურად რა არის ის პროცესი რაც განსაზღვრავს ჩვენს ყოფიერებას და რეალურად სად გვიწევს ცხოვრება და რა ფაქტორები ახდენს ჩვენი პოლიტიკის ფორმირებაზე ზეგავლენას რა არის ჩვენს ხელში და რაზე ვართ დამოკიდებული ისეთ გლობალურ მოვლენებზე სადაც საქართველოს ზემოქმედების მოქცევა გაუჭირდება პირველ რიგში მინდა რომ დავიწყოთ გლობალური თემიდან, ანუ საერთოდ საქართველოში გვახასიათებს ხოლმე აი ვიწრო სამრეკლოდან გადახედვა რა ჩვენი ბოსტონიდან თუ ჩვენი ბაღიდან და მთელი სოფლიო პროცესების ამგვარად დანახვა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია დავინახოთ ეს გლობალური მოვლენები და შემდეგ ვიპოვოთ მისი ადგილი ჩვენთან. ყველაზე უახლესი ამბავი, რაც ჩვენ ხედავთ, რომ ერთგვარად ჩვენ ცხოვრობთ უკვე სერიოზულად განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირობებში და ხედავთ ახალ დინამიკას, აი ამ არჩევნების შემდეგ ერთგვარი პოლიტიკური კრიზისის ცოტა მინავლების შემდეგ სამეზობლო ურთიერთობებში. მაგალითად, ჩვენ მყავს ეკონომიკის ახალი მინისტრი, მას ჰქონდა უკვე ვიზიტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, დღეს არის გამგზავრებული ყაზახეთსა და უზბეკეთში და ხედავთ უკვე რაღაც ცვლილებებს და შედეგებს. მაგალითად, აზერბაიჯანი აღმოჩნდა აზერბაიჯანი არის პანდემიის შემდეგ 2020 წლის შემდეგ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი აქვს დაკეტილი მოგზაურობისათვის და მიზეზად აქვს პანდემია დადებული და საქართველოს აღმოჩნდა პირველი ქვეყანა რომელთანაც მან ჯერ მხოლოდ რკინიგზით, მაგრამ ეს სახმელეთო საზღვრის გახსნას აპირებს. ასევე თურქეთში ვიზიტმა გამოიღო ის შედეგი, რომ ახალი ავიამიმოსვლის ახალი მიმართულებით, მათ შორის ანკარასთან გამოჩნდება და ჩვენ დაველოდებით კიდევ ამ მომენტებს. ანუ საქართველოს საკითხებს ბოლოსკენ დაუბრუნდეთ პირველ რიგში, რაც შეიძლება გლობალურად შევხედოთ. ახლო აღმოსავლეთი და რომელიც არის საიდან არის ეს ტერმინი რუსული კალკია შემოსული როგორც ბლიჟნი ვოსტოკ თუ ეს იმიტომ რომ ინგლისურენოვან წყაროებში ეს არის როგორც შუა აღმოსავლეთი ხო Middle East რა რეგიონია ეს ანუ მე მინდა რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა იყოს უფრო მეტად აკადემიური და საგანმანათლებლო ესე ვთქვათ რა რეგიონია ეს და ვეკუთვნით თუ არა ჩვენ მას კი ბატონო დავიწყოთ მაშინ თვითონ ამ ტერმინიდან ახლა თავისთავად ეს Middle East და Blижний Восток ეს გასხოვდება, იმიტომ რომ Middle East რო ითარგმნოს ეს შუაის გამოდის და შუა იმაში არ ჯდება მაშინ ეს რეგიონი, ხო, იქ სხვადასხვა ქვეყნებია. გუიკა, ავღანეთი, პაკისტანი და ეს ინდოეთისკენ ეხება ეს უკვე ეს რეგიონი. Ну, რუსების ტერმინი მაინც ახლა როგორც გეოგრაფიულად სულ ესაზღვრებოდა ამ რეგიონს, ხო და ახლა. მისთვის უფრო სამხრეთია. მისი ხო და ბლიჟნი, ანუ ახლო, მისთვის ყოველთვის ამ კუთხით ახლო იყო და დასავლეთის მიერ ეს ტერმინების დარქმევა რეგიონების სხვადასხვა, ну, მათი გეოპოლიტიკური სხვადასხვა მიზნებიდან იყო განპირობებული, ну, როგორც ავრცელებდნენ თავის ინტერესებს აი ამ რეგიონში. ხა თვითონ ამ რეგიონს დავუბრუნდეთ, ვეკუთვნით თუ არა იმას ახლა უფრო ვეკუთვნით ახლო აღმოსავლეთს ვიდრე ევროპას. რომ აქ არის, აი თურქეთი აქ არის და ირანიც არის უკვე სომხეთის და აზერბაიჯანის უშუალო მეზობლები. ანუ ევროპას ვერ ხედავთ ახლა. თურქეთის გავლით ხვდებით უკვე ევროპას, იქ საბერძნეთი და ასე. და აღმოსავლეთ ევროპა. თუ იგულისხმებთ დასავლეთ ევროპა, ну ძალიან შორია ამ კუთხით. ამიტომ თლად აზიასაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ეს არის საჯვარედინი ერთგვარი, რომელიც აი თურქეთის მეშვეობით ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან. შეიძლება რაღაც დასავლეთ ნაწილი უფრო ახლოს არის ევროპასთან, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს უფრო აზიასთან, ხო, აზერბაიჯანი
გვერდით კასპიის ზღვა, ქვემოთ ირანი. ამ კუთხით გზა ჯვარედინზე ვარ და მაინც ახლა გეოგრაფიას ვერსად ვერ გავიქცევით, ჩვენ უფრო ვართ ახლო აღმოსავლეთის ნაწილი, იმიტომ რომ აქ მდებარეობს საქართველოს საუკუნეები და ჩვენი ისტორიული მეზობლებიც აქ არიან. მეტნაკლებად სხვადასხვა ტრანსფორმაციის. გეოგრაფიას გავექცევით, იმიტომ რომ დღეს ხო ადამიანისთვის თავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები. და აღქმაში ადამიანები ხარ ცნობები, ვისაც გულისხმობ, რომელთა წარმოდგენაც, ანუ მათი ოპტიკა, ხო, მათი ოპტიკური ხედვა სხვანაირად არის. ხშირად არის ხოლმე ძალიან ის იუმორისტული რუკები ჩნდება ხოლმე რა. აი საზღვრები, რომელიც ერთგვარი აგლომერაცია, ერთი-ორი სიტყვით არის ხოლმე დახასიათებული, ხო ხდები, რომ აი აქედან აი უბრალოდ რაღაც მიმართულებით რას ეძახიან. ეს არის ერთგვარი მენტალური რუკა, ადამიანი როგორ აკეთებს, აი ამ როგორ გადააქვს საკუთარ თავში და დაახლოებით როგორ წარმოუდგენია ეს სამყარო. ხო, რომელიც პირდაპირ არ თან ხდება. ეს მხოლოდ კონტურია გეოგრაფიული, თორე შინაარსი მასულიად სხვანაირი შეაქვს და ჩვენ ვხედავთ დღეს სერიოზულ მცდელობას. ანუ მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაიძაბა ვითარება, ჩვენ ნახეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რაც ჩვენზე ზემოქმედებს პირდაპირ არსებობდა, გამწვავდა ვითარება სირიაში, ირანში, ამ დროს აზერბაიჯანი, თურქეთმაც ცალკე პოლიტიკის რაღაც სეპარატისტული ერთგვარად პოლიტიკა გააქტიურეს და უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ რაღაც ცეცხლის კალში და მაშინ, როდესაც მთელი ამ კონფლიქტების ერთ სურათში ჩატევა მოინდომეს, უცებ აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა დადეს პირდაპირ დაბეჭდილი Middle East, ახლო აღმოსავლეთის რუკა. და თურმე სატყობილად. აი თითქოს იყო ემოცია, რომ ხალხმა ეხლა აღმოაჩინა, რომ ხო ჩვენ გეოგრაფიულად, შეიძლება მენტალურად ვიღაცა სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ გეოგრაფიულად აქ ცხოვრობთ. ანუ მიგაჩნია თუ არა, რომ გარკვეულწილად ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს განსაზღვრავს ის აი ეს ფაქტორი, რომ ადამიანების აღქმას როგორ შეაფასებ, რა დონით აღვიქვათ ჩვენ და ვაქცევთ ყურადღებას რეალურად ფიზიკურად საცხოვრებთ. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხა მენტალურ აღქმას არანაირი გავლენა არ აქვს იმ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს, იმიტომ რომ აქ სულ სხვა სურათია, სხვა მიდგომებია, სხვა თამაშის წესებია. არა ისეთი მოხარგული და გაფერადებული, როგორც ამას ხატავენ, აი როგორც თქვენ დაასახელეთ. ამიტომ ერთგვარი შემოლაწუნება და მიწაზე დაშვება საჭირო აღმოჩნდა, როგორც ჩანს წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ეპოქაში ვცხოვრობ და შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია გადავამოწოთ, მაგრამ ყველა ირჩევს თავის მას რო აწყობს იმ სამყაროს და ახლა მასე არა მოწყობილი შეგვიძლია შენ სახში მოაწყო მასე, მაგრამ თვითონ გეოპოლიტიკაში და აი ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ასე ვერ დაალაგებ შენ ურთიერთობებს, როგორც შენ წარმოგიდგენიან, შენ გინდა იყოს მოწყობილი. ამიტომ რეალობას ვერ გაიქცევი, ჩვენ ვესაზღვრებით საკმაოდ აგრესიულს და იმპერიულ სახელმწიფოებს. 140 მილიონიანი იმპერიული რუსეთი, რომელიც წარმოებს აგერ აგრესიულ ომს უკრაინაში, ატომური დერჟავაა, 94 მილიონიანი იმპერიული ამბიციების მქონე თურქეთი, 95 მილიონიანი იმპერიული ამბიციების მქონე თეოკრატიული სასულიერო პირების მმართველობის ქვეშ მყოფი ირანი, ამას დავამატოთ გაერთიანებული თურქეთის ალიანსთან შეკრული აზერბაიჯანი, პლუს ჩრდილო კავკასია, რომელიც დროებით არის რუსეთის სპარულობაში გამომდინარე, რომ ძალა აღმართხნავს და საგარეო მხარდაჭერა მაგათ არ გააჩნიათ, რომ რუსეთის გავლენისგან გამოვიდნენ, მასი დამოკიდებულება აქვთ. რო შეიცვალოს გეოპოლიტიკური ვითარება, თავისთავად ისინი აუჯანყდებიან რუსეთს. ანუ ასეთ ვითარებაში ამას დავამატოთ კიდევ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები, ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთი, ცხინვალი. ასეთ ვითარებაში ჩვენ რატომღაც მოვინდომეთ, რომ შევძლებთ შევქნათ აი შვედეთის ან დანიის ტიპის მოდელის სახელმწიფო, დემოკრატიულ ლიბერალურს. აი ჯერ ვის თავში დაიბადა, ჯერ ის არის საინტერესო უბრალოდ იმ პერსონის გაცნობა და შემდეგ ვინ შეეცადა მსგავსი აბსურდის გატარება რეგიონში, იმიტომ რომ მსგავსი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თავისთავად კარგია, მაგრამ მეზობლები უნდა ყავდეს ადეკვატურები, როგორც ეს დანიას და შვედეთს გააჩნია. ჩვენ არ მეზობლობთ შვეიცარიასთან და საფრანგეთთან. არც ერთი ჩვენი სახელმწიფო ზოგი მეტნაკლებად, მაგრამ დიდწილად არ თამაშობენ დემოკრატიული წესებით. არც ერთი, არც თურქეთი, არც ირანი, არც რუსეთი. ეხლა აღმოჩნდა რომ არც სომხეთი. ხო, სომხეთი ახლა ძალიან რთულ იმაში არის.
უფრო უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ თურქეთ-აზერბაიჯანთან რთული ურთიერთობა აქვს, დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია, საგარეო მხარდაჭერაც არ გააჩნია, რუსეთის ეს თავდაცვითი ქოლგა, ანუ ბლეფი აღმოჩნდა, ყარაბაღის ომმაც დაამტკიცა. არა, პლუს დაიწყო შიგნით შიდა რყევა და რამაც პრემიერ ფაშინიანს უბიძგარო ცოტა ვითარებისთვის მოეჭირა. კი ბატონო, და შეგნით უკვე მთლად არა ის დავთვალე და უკვე 20-მდე ადამიანია დაპატიმრებული, სწორედ აი მრავლდებით, რომ ისინი დესტაბილიზაციას იწვევდნენ ქვეყანაში. ხო, ანუ ვერ გაიქცევ იმ რეალობას, რომ საჭიროა თუნდაც აი დემოკრატია სჭირდება რაღაც მკაცრი ხელი. რატომღაც მიიჩნევ, რომ დემოკრატია არის რაღაც ყოველფერი შერბილებული ტონალობით არა და ჯერ კიდევ დროის აღმოჩინა ჩვენმა გარიჟრაჟიგაზე პოლიტიკურ მოღვაწემ რომ დემოკრატია ლობიოობა არ არის. ხო, მაგრამ ახლა დასავლური პოლიციის ქმედებებსაც ნახოთ როგორ შლიან დემონსტრანტებს ან ამერიკის პოლიციის ქმედებებს არანაირად არ ჟდება ხო იქ შეგვიძლია პირდაპირ ცეცხლი გახსნან. კაი, ამას თავი დავანებოთ. ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, მე მაინტერესებს, ანუ გარედან რო შევხედოთ. ამ რეგიონში აღმოსავლეთში შენი შეფასებით რა არის რომელია მთავარი კონფლიქტი, აი დაპირისპირების მთავარი კერა. ეს არის ის რაც ხდება ღაზას სექტორში, ეს არის სირიის ფაქტორი, თუ ეს არის უკვე აი ირანი, რომელიც მოექცა ფოკუსში. ანუ მთლიანად წესრიგის განმსაზღვრელი ესეთი კონფლიქტი რომელია? თვითონ ეს ყველაფერი კომპლექსური. ხო, არა, უყურეთ ახლა სახელდება მაინც ისრაელის სახელმწიფოს არსებობა. ნუ ძირითადად ცივი ომის პერიოდი იყო და პირველი ასეული ცივი ომის დასრულების შემდეგ. როდესაც არაბული ქვეყნები, ანუ უშუალოდ იყვნენ ჩართული ისრაელის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, ანტიისრაელურ მოქმედებებში, ან აფინანსებდნენ სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ისრაელის წინააღმდეგ. ეს იყო ამომავალი ეს წერტილი, რაც აერთიანებდა თვითონ არაბულ ქვეყნებს, მაგრამ თუ უფრო ადრე დაუბრუნდეთ რეგიონს ისრაელის შექმნამდე, არც მაშინ იყო დაალაგებული მან სიტუაცია. ანუ უბრალოდ მიდის ჭიდილი, მიდიოდა ჭიდილი და მიდის სხვადასხვა ამ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის. მაშინ იყო ოსმალეთის იმპერია და ირანის შახები, ჯერ სეფიანთა დინასტია, მანამდე კიდევ სხვა დინასტიები. ასეთ ვითარებაში გარეძალების ელემენტიც რო დაუმატო, თავისთავად უკვე ხდება სიტუაცია არეული და კონკრეტულად ერთ ფაქტორს ვერ დაასახელებ. და თქვენ უკვე პალესტინის დაასახა. პალესტინის გამო ახლა სახელმწიფოები მთელს თავის სამხედრო მანქანას არ ამუშავებენ იმ დონემდე, რომ თქვა ირანი წაშალონ რუკიდან, ან ირანმა გაანადგუროს ისრაელი. ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი, საბაბი, მეტყვი რომ თქვა ახლა თუ დასავლეთი ასე იკლავს თავს, თქვა არაბა ძირითადად დასავლეთი ევროპაზე მაქვს საუბარი, სადაც პროპალესტინური ისინი უფრო ჭარბობდა. განწყობა კი. ხო, და ამერიკა უპირობოდ უჭერდა მხარს ისრაელს. ვითარება იცვლება, ნუ ღაზას სექტორი მიწასანაა გასწორებული, მაგრამ მის რეაქცია რაც იყო ადრე. ხო, ნუ რაღაც, ანუ არაბული ქვეყნებიც არ აქტიურობენ. აი უცნაურია, ხო, სუნიტი არაბებს ეწირებიან ღაზას სექტორში ამ სამხედრო ოპერაციას, რომელიც ისრაელი აწარმოებს და თავს იკლავს ირანი, რომელიც სუნიტებიც არ არიან და არაბებიც არ არიან. ხო, სპარსელები და აზერბაიჯანელების აი ამ ეთნოსის ნაზავი და თან შიიზმი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება, უბრალოდ რადიკალური იმაში კონტრასტში არიან სუნიტებთან ისტორიულად. და ირანი ამის ცდილობს თავის დამკვიდრებას მუსლიმურ სამყაროში, იმით რომ ერთადერთი შიიტური სახელმწიფოა, უბრალოდ შიიტური სახელმწიფო ახლა იქ უმრავლესობები ცხოვრობენ, თქვათ ბაჰრეინში შიიტები არიან უმრავლესობა, მაგრამ მართლობა სუნიტური დინასტია მართავს უმცირესობა. აზერბაიჯანშიც ასევე შიიტები არიან უმრავლესობა, მაგრამ ეს მკვეთრად სეკულარული სახელმწიფოა. ანუ რელიგიურ დოგმებზე შარიატზე დამყარებული არა როგორც თქვა ახლა ირანში. მაგრამ ირანი ამის ცდილობს ერთგვარი აგრესია იცილოს არაბული ქუჩის სუნიტებისგან. თავი დაიმკვიდროს რომ ჩვენ ძმები ვართ, აი თქვენი შეხედეთ აგერ მარიონეტი პროდასავლური ეს მონარქიული რეჟიმები, რომლებიც პალესტინელების გამო არაფერს არ აკეთებენ, აი ჩვენ ირანელები შიიტები მხარს უჭერთ თქვათ არაბების საქმეს და ასე თავისთავად გარკვეულწილად ეს ანეიტრალებს და აბალანსებს ამ სიტუაციას რადიკალურ განწყობებს ირანის წინააღმდეგ. ამიტომ რომ კონკრეტულად ერთი ფაქტორი რომ თქვათ ისრაელი იყოს ან ღაზას სექტორი ან ირანი არა, კომპლექსში არის, იმიტომ რომ ეს კონფლიქტებიც რო არ არსებობდეს, იქნებოდა სხვა
იმიტომ რომ მიდის გეოპოლიტიკური ჭიდილი. და რატომ მიდის? იმიტომ რომ რეგიონი არის მდიდარი ენერგორესურსებით. თუ არსების 60%-ზე მეტი თუ 70-მდე სოფლიო ეკონომიკის 70%-მდე მიმულია ახლომოსავლეთზე. ანუ გამოდის რომ ის ტრადიციული დაპირისპირებები, რელიგიურ ნიადაგზე, თქვა რაღაც ტომობრივი განსხვავება, ეს თავისთავად რომელიც მუდმივად არსებობდა და რა ვიცი, მე მგონი არაბებსა და ებრაელებს შორის რომელიც ერთი ძირის, ერთი სემიტური ტომები არიან და რაღაც აბრაამის ორი შვილის ნამრავლია, ესე ვთქვათ, ამ ტრადიციულ დაპირისპირებებს შორის ჩვენ ამბობ რომ არსებობს ის უხილავი ხელი, ბაზრის უხილავი ხელი, ესე რომ ვთქვათ, ცოტა ირონიით, რომელიც იყენებს აი ამ ბუნებრივ, კი არა, ტრადიციულად, რაღაც ისტორიულად არსებულ კონფლიქტებს და თავის სხვადასხვა ინტერესების სასარგებლოთან საპირისპიროდ წარმართავს მას. ამიტომაც ხოშოს აკრო კონფერენცია ჩატარდა თბილისში, ხო, იქ საინტერესო ფრაზა მოვისმენთ, რომ მშვიდობა და ომი ეს არ ნიშნავს მხოლოდ მდგომარეობას, რომ ძალიან ისვრიან არ ისვრიან, ხო? არის ხოლმე, რომ ცეცხლი არ არის გახსნილი, თქვა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ვერ დავარქვეთ ჩვენ მშვიდობას, იქ ისეთი რთულია ურთიერთობები. და აი ამ ვითარებაში დღეს აი ეს ახალი ფაზა, ესკალაცია, რომელიც ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, გამოიწვია სერიოზულმა გეოპოლიტიკურმა ძვრამ და წესრიგის რღვევამ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. აქედან დაიწყო, ხო რა, ერთგვარ მორიგ-ჯერზე რაღაც ტრიგერი მისცა 7 ოქტომბრის ტერორისტულმა აქტმა. რა არის, რამხელა არის დღეს გავლენა? საგარეო ფაქტორების გავლენა რეგიონში, სადაც ისტორიულად არსებულ წინააღმდეგობებში. ანუ თქვენ გულისხმობთ ყველა იმ კონფლიქტს უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ჩვენს რეგიონზე. ჩვენ რეგიონზე არ თვითონ ჯერ მარტო საკუთრივ ახლო აღმოსავლეთში რა არის ეხლა ამ ეტაპზე გავლენა, იმის ანუ რა ინტერესები მოქმედებს გარდა იმ ტრადიციული დაპირისპირებისა, ეხლა ეს პირველად არ გაჩნდა ის ირანის კონსტიტუციაში ჩანაწერი ისრაელი არ უნდა არსებობდესო, ხო ეს სულ არსებობდა, მაგრამ ეხლა ეს ახალ ფაზაშიო შევიდა ეს კონფლიქტი. საგარეო ფაქტორების გავლენა რა არის, როგორ მოქმედებს ამაზე რუსეთ-უკრაინის ომი და სხვადასხვა დასავლური ინტერესები. სხვათა შორის, და საინტერესო პროცესები განვითარდა, აი ამ თვითონ 12 დღიანი ირან ისრაელს და ამერიკას დავარხოთ კიდევ იქ ამერიკის ჩართულობის გარეშე, ახლა მან რთული იქნებოდა. აი ამ 12 დღიანმა ომმა ახალი რაღაცები წარმოქმნა გეოპოლიტიკაში. მაგალითად, რომ ირანელებს დაანახა, რომ რუსების ხარდაჭერა, ანუ არის ფარატინა ქაღალდი. ყველა ის განცხადებები და ის დეკლარაციები სტრატეგიულ თანამშრომლობაზე კონკრეტული ასეთ ვითარებაში, რთულ ვითარებაში არანაირი ფასი არ გააჩნია. და იცვლება უკვე აქ ვექტორები. უკვე გააქტიურდა ჩინეთთან ურთიერთობები. მანამდეც კაი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ უკვე სამხედრო კომპონენტში და მთელი ეს უსაფრთხოების სისტემა დაწყებული კომპიუტერების, რომელიც იქნა კიბერშეტევის ქვეშ მოხვედრილი ამ თავდასხმის დროს, პლუს თავდაცვითი შეიარაღების ყიდვა და ასევე თავისთავად ეს უფასოდ არ კეთდება, ახლა ჩინეთის თავის იმას ასაც აიღებს, ირანის ნავთობს ესეთი კაი ფასში მიიღებს თავისთავად, ახლა ჩინეთისთვის ნავთობის შესყიდვა ძალზე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკისთვის, მეტად დაახლოებით 90% ირანის ნავთობს ყიდულობდა ჩინეთი. იმ დაძაბულ დროს ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მოსკოვში იმ დღეებში. მე აქ რასაც ვკითხულობდი და უყურებდი, მაინც მომეჩვენა და დამჭა შთაბეჭდილება, რომ ეს თავდასხმა ირანზე უფრო იყო სახის შენარჩუნებისთვის, უფრო ზედა იმაზე მეტად ზედაპირული, ვიდრე განცხადებები კეთდებოდა და რატომღაც მგონია, რომ სწორედ რუსეთის ჩარევის ფაქტორი იყო იმისათვის, რომ თითქოს რაღაცა ერთგვარად სპექტაკლივით გათამაშდა ეს ამბავი და შემდეგ გაჩერდა. ანუ ისრაელმაც რაღაცა თავის მისაღები მიიღო, ამერიკის პრეზიდენტმაც რაღაც თქვა, რომ აი ნახეთ, მე რაღაცა გავანადგურე, ისე კიდე კაცმა არც რავინ არა გაანადგურა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მტკიცებულებები არსებობს, რომ იყო ატომური ეს გამდიდრებული ურანი გატანილი იქიდან, იმიტომ რომ სატელიტებზე მანქანები დაფიქსირდა, შემდეგ ეს დაბომბილი წერტილები რაც გამოჩნდა ასევე სატელიტიდან კაცმა არც რა დააზიანა. იქნება ის იციან ირანელებმა გამორიცხავთ იმას, რომ მაგალითად რუსეთი მაინც გარკვეულწილად ამ რაღაც როლს თამაშობდა ამაში. და რასთავარია, როგორ ფიქრობთ, რომ შეიძლება თუ არა ესკალაციის ახალი ტალღაც ვიხილოთ? ხო, ახლა რატომ 12 დღე ხა 12 დღეში მოათავეს ის ამოცანები, რაც ქონდა დასახული?
ანუ თავიდანვე იქნა გაცხადებული რეჟიმის შეცვლა. ეს გაავრცელეს. მაგრამ მე უცებ მოხსნა დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ შეგნით მოსახლეობა არ წავიდა მასე, არ აჯანყდა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ნუ ეს სხვა თემა არა, მაგრამ გათვლა შეიძლება იყო ამაზე? რო აჯანყებული იყვნენ, თავისთავად ამას გამოიყენებდნენ. არავინ არ გაჩერდებოდა. აი სირიის მაგალითად, სირიაში აჯანყდნენ. ჩანდა ეს 100,000 გამოვიდა იგი ყველა დიდ ქალაქში. ირანში საერთოდ არ გამოსულა არავინ. უბრალოდ корпуსებიდან რაღაც შეძახილები იყო და ნუ რასაც ავრცელებდნენ. არ გამოსულა, სხვანაირი ფსიქოტიპის ხალხია ესენი. იმათ თუ რაღაც კონფლიქტური საქმე დამოკიდებულება ხელისუფლებასთან ის ცალკე მოთხოვენ იმას, მაგრამ არა საგარეო ამ სარაკეტო თავდასხმის პირობებში. ხო, ნუ ერთგვარი ასეთი განსხვავებულია თუნდაც ამ სირიის სცენარისგან, იმიტომ რომ სირიელები აგერ ამასობაში მოუწრო განცხადებებმა, რომ ჩვენ არ დაუშვებთ აქ ესე ამ ირანის ესე ჩინეთმა დააფიქსირეს პოზიცია, ხო, დაჩაგვროს გაქრობას, რაღაცის შეცვლას ესე. ეტყობა ახლოს დგას მართლაც აღაზრდან იმას, რომ ეს არის როცა იწყებ რაღაცა პროცესს და შემდეგ მის კორექტირებას უკვე დინამიკაში ახდენ, აკვირდები რა შედეგებს. ახლა 12 დღე რატო ვახსენე ახლა 12 დღეში რა მოცნა გადაწყდა. და 10-12 მაღალი რანგის გენერალის ლიკვიდაცია რა ჩამოშლის. ანუ მე ვაკვირდებოდი ჩვენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. აი იდენტური ერთ-ერთი რაც დასავლეთში ახლა ისინი თავისუფლად წერენ, მაგრამ ის ახტაცება და რაღაცა მგონი აქვს რაღაცა იცვლება რადიკალურად, რომ ეს 10-12 გენერალი მოუკლეს. სირიაში ირანმა 2011 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ბაშარ ასადის დამხობამდე 70 გენერალი დაკარგა. სახელგვარით მაქვს ყველანი თარიღებით ამოწერილი ვინც რა პოზიცია მაღალი რანგის გენერლები იყვნენ. სხვადასხვა ქვედან ძირითადად გუშაქთა корпуსიდან. რა ჩამოიშალა ირანის სამხედრო მანქანა? მე რა თავდაცვის მინისტრი რომ მოკალე. უზარმაზარი ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. ანუ ეს აბსურდული ის რომ პიროვნებას ლიკვიდაცია ჩამოშლის სისტემას. არა ირანის სისტემასე აწყობილი, სხვანაირად არის. და მე გაჩნდა უკვე მუქარა რომ აი ჩვენ შეგვიძლია აიათოლას ბუნკერი ვიცით და ისე წავაფეთქოთ. საერთოდ არაფერს არ შეცვლის. ირანის პოლიტიკური სისტემა ვინც იცის აიათოლა ალი ხამენი ირანის სისტემა რა არის ახლა ნუ რეჟიმს უძახენ ხო? კალკულაციად ყველაფერი რეჟიმია, გინ დემოკრატიული, მონარქიული, ავტორიტარული ყველას რეჟიმია, მაგრამ მაინც უთი კონტექსტში ხსენიება ხო რეჟიმი, ნუ ასეთი შემორჩა უკვე. ხსენება ამ ტერმინის ირანის რეჟიმი ვინა რა არის? 10 კაცი, 100, 200, ვინ დაასახელებს? მე გეტყვი, ირანის რეჟიმი არის ყველა მეჩეთი ირანის. იმიტომ რომ ყველა სასულიერო პირი მართავს ამ ქვეყანას. იმათმა შექმნეს ეს მოდელი ველაიათე ფაყიხ, ანუ სასულიერო პირთა მართლობა. რომელიც აიათოლა ხომეინის მეთაურობით, ეს ხამენეი არ შეეშალოთ, აიათოლა როხოლა ხომეინის მეთაურობით, ჯერ კიდევ ემიგრაციაში ერაშყობნისას მან დაწერა ეს ისლამური მართლობა და ის განახორციელეს პრაქტიკაში. ნუ ახლა შეიძლება ხომეინიმ კარგად იცოდა ყურანი და თვითონ ეს რელიგიური ტექსტები, მაგრამ ადამიანის ბუნება მაინც განსხვავდება. პრაქტიკაში მოყვანა ესეთი მსგავსი ტიპის მოდელი არ ყოფილა, ამიტომ პირველივე წლებში საკმაოდ ისეთი დიდი რეპრესიული კამპანია იყო წარმოებული ეს სისტემა, რომ ჩამოიყალიბებინათ, მაგრამ განსხვავება რა იყო მანამდე და მის შემდეგ სოციალური პოლიტიკა. ამას შახის მომხრეების და შემორჩენილი მინისტრებიც აღიარებენ, რომ დიდი ჩავარდნა ჰქონდათ სოციალურ პოლიტიკაში და დღევანდელ ირანს ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული. სოციალურ პოლიტიკა, ბაზარი დაარეგულირებს, ასეთი რაღაც ირანში არსებობს. სპეკულანტები თუ გახსოვთ თქვენ იქ მასე პროდუქტებზე, კვერცხებზე მოუმატეს ფასი და იქ იყო გამოსვლები და სისხლი დაიღუარა, იქ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს სპეკულანტების მიერ მომატებული იყო. 40-ზე მეტი სპეკულანტი დაიჭირეს და დღემდე ციხეში ზეს. იმიტომ რომ სახელმწიფო არ უმატებს ამას ფასს. მაგრამ თვითნებურად ვინც ამას აკეთებს, თავისთავად ის იქნება დაჯილი. ეს არ იყო შახის პერიოდში. იყო ან ძალიან სუპერ მდიდარი, ან ძალიან სუპერ ღატაკს ვერ იტყვი ახლა, მაგრამ უღატაკს. კადრები, რითაც ადამიანები წარმოდგენას იქმნიან და რაც თქვა სოციალურ ქსელში ან YouTube-ზე არის გავრცელებული, ასახავს იმ რაღაც უმცირესობას და საერთოდ რა თქმა უნდა არ ფიქსირდება და არ ვრცელდება და არც ალბათ დიდწილად არ არის გადაღებული ბევრი რამ, ჩვეულებრივი, რურალური
მოსახლეობა მაშინ 79 წლამდელ ირანს გულისხმობ, ხო? ათობით მილიონი ადამიანი როგორ და რანაირად ცხოვრობდა. ბუნებრივია, რომ ეს კონტრასტი, ხო, რომ აი მანამდე თუმე როგორ ცხოვრობდა ირანი რაღაც პატარა მაგალითებზე დაყრდნობით, სრულიად ცდარია. როგორი არის ურთიერთობა აი ამნაირი ირანსა და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ყველაზე მთავარ მეზობელ აზერბაიჯანს შორის, იმიტომ რომ ეთნიკურად ჩვენ ვიცით, რომ არის სერიოზული კავშირი. აქვს თუ არა პრეტენზიები მაგალითად გინებავ ტერიტორიული გინებავ სხვა სახის აზერბაიჯანს ირანთან ან ირანს აზერბაიჯანთან და ამ ეთნიკური მსგავსების გამო რატომ არის რომ არა ირანი აზერბაიჯანის ესე თქვი მთავარი მოკავშირე არამედ თურქეთი? ხო, ეს გეოპოლიტიკაში არის ეს მსგავსი ტიპის რაღაც გაუგებრობა შეიძლება დაარქვი, მაგრამ აი ირანს აქვს ძალიან კარგი მჭიდრო ურთიერთობა ქრისტიანულ სომხეთთან. მაგრამ დაძაბული ურთიერთობა აქვს შიიტურ, მუსლიმური დავარქვათ ასე აზერბაიჯანთან. თან იმ ფონზე თუ ახლა აზერბაიჯანელები თურქები არიან, ხო? მიეკუთვნებიან თურქულ იმას. ხალხებს ირანში ცხოვრობს იქ მრავალ ათობით მილიონი, 10, 15, 20 მილიონი სახელდება, 25 მილიონი ასე. საკმაოდ დიდი ნაწილი, ასე რა ვთქვათ, უმცირესობებიდან გამორჩეული არიან, ესენი სპარსელები და შემდეგ მოდის ეს აზერბაიჯანელები. ანუ რატომ არ არის მაშინ ეს ერთობა? ანუ ეთნიკური აქ არ მოქმედებს, ანუ რელიგიური მოქმედებს, ну თურქეთთან თუ ეთნიკურია, რელიგიური ირანთან რატო არ მოქმედებს მაშინ? და ირანი თუ რელიგიური სოლიდარობით არის, თქო, ახლა თუნდაც პალესტინელების მიმართ, ეგრეთ წოდებული პალესტინელების მიმართ, ქრისტიანული სომხეთი როგორ ჯდება მის იმაში? ხო, ნუ არ და რა ახსნა? ხო, ყარაბაღის საკითხში არისო ამ კუთხით აზერბაიჯანის მხარეს. ვითომ ნეიტრალური იყო, მაგრამ უფრო სომხური სიკვეთებოდა. იმიტომ რომ იქ თურქეთი აქტიურობდა აზერბაიჯანის მხარდაჭერაში. გეოპოლიტიკური საკითხი. გეოპოლიტიკური თან ირანი ისტორიულად მაინც ახლა ფლობდა კავკასიის, სამხრეთ კავკასიის სამხრეთ აი აღმოსავლეთ ნაწილს ერთად ახლა ეს სხვადასხვა სახანოები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩვენ მაინც ასე ფორმალური სახელმწიფოები მაინც ჰქონდა ხო იქ სხვადასხვა სამეფოები იყო ქართლი კახეთი ნუ აქეთ საუბრობ დასავლეთი იმაზე არა ხო ჩვენი დინასტიები მართავდნენ ხო ბაგრატიონები და იქ სხვადასხვა მმართველები იყვნენ რომელსაც ირანის შახები ხო განჯის სახანო შუშის სახანო უამრავი სახანო ირევანის სახანო და ყარაბაღის სახანო სადაც იცოლებოდა მაგას მმართველი კი ეს ანუ მათი პროტექტორატის ქვეშ იყო და მაინც მიიჩნევდა თავისი იმად ახლა რუსეთის იმპერიამ რომ განდევნა ოსმალეთის იმპერია და ირანი რეგიონიდან თავისავად ეს წყენად შემორჩა, ნუ ძელი ახლა ჩვენ გვახსენდება ბოლო დავით ახმაჩელიძის ეპოქა და ნუ რაღაც კუთხით ნოსტალგია გვაქვს, ეს როდის იყო? ხო, ახლა ჩვენ გვაქვს როდის იყო და ახლა იმათ აგერ ქონდა. ხო, სადღაც დაგვრჩა ჩვენ მეხსიერებაში, რომ ტაოკლარჯეთი ეს ქართულია, ანგნებოცა იგივე. ხო, და იგივენაირად არის იქიდან როცა იყურებია. ხო და ძნელი ახლა ოსმალეთის იმპერიაზე რო საუბრობ თურქეთის ამბიციები აქვს. სულ რაღაც 120 წლის წინ იყო. ხო, მას მიაჩნია რომ ბათუმი არის თურქეთი და ირანსაც მიაჩნია რომ მთელი ეს ტერიტორიები გარკვეულწილად მისი გავლენის. ხო, შედიოდა მაგით იმაში და სუსტად ეს არის ძირითადი მომენტი რაც თლად კარგი ურთიერთობამდე არავიდა მათი ეს თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის. პლუს დავუმატოთ ამას ისრაელის მხარდაჭერა აზერბაიჯანი ყიდის ნავთობს ისრაელში, ისრაელი აწვდის იარაღს, თქვათ იქ სხვადასხვა სადაზრო საქმიანობაში მონაწილეობს და ნუ თავისთავად ამ კონტექსტში თურქეთის ისტორიული მეტოქია, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაფერი ერთად ახლა ერთ ქვაბში ჩავყარე და ჰაურიო და ეს გამოდის ჯამსანდალი, რის გამოც ირანი ირჩია სომხეთი როგორც თავისი და მარტო ირანმა ხო არ ერჩია სომხეთი, ეს ხო სომხეთის ერთგვარად არჩევანიც არის ირანთან მჭიდრო ურთიერთობა. სომხეთს გამოსავალი არ აქვს. სომხეთს ამ კუთხით არ აურჩევია, სომხეთმა ერჩია, ნუ დაძაბულობა აზერბაიჯანთან, როცა ყარაბაღის ომი დაიწყო იქ. და შესაბამისად მას ამ კონფლიქტში შერჩა ერთადერთი ხო, შერჩა უბრალოდ, თორე სომხეთის არჩევანი მევირჩევა არა. ისტორიულად ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მაგათ, იმიტომ რომ სომხებიც რო გადაასახლეს აქედან შახ-აბასის პერიოდიდან ჩვენებს მიაღებინებს ისლამი. რატომ? იმიტომ რომ სამხედრო კასტის შექმნა უნდათ ყიზილბაშების საპირწონედ. და სომხებს არ თავდნენ არც სამხედრო და არც პოლიტიკურ სფეროში. მაგრამ შეუნარჩუნეს რელიგია და იყვნენ დაკავებული ვაჭრობაში. რატო არ თავდნენ?
ამიტომ ერთ შეთანხმება იყო თქვენ იყავით აი სხვა კასტაში სხვა შეინარჩუნეს ხო ანუ ეკონომიკურ სფეროში დატოვეს და ამას აღარ ჭირდებოდა ხო და ახლა მართლობაში რო ხარ ახლა თქვა სიტყვას გენერალური შტაბის უფროსი და ქრისტიანი რო ხარ და მუსლიმურ სახელმწიფოში ცოტა ისეთი იყო უცნაური უხერხული გამოდის მათი ხედვიდან მithumetes რომ ებრძოლებოდნენ ხო თან ასავე სომხეთის სახელმწიფო იდგა ორ იდენტობის ორ სვეტზე ერთი ეს იყო არცახი ანუ ყარაბაღი მეორე ეს არის 1915 წლის გენოციდი რაც მას არსებითად აპირისპირებდა თურქეთთან ამ პირობებში მას ერთადერთ მოკავშირეა სავაჭრო პარტნიორად დამზღვევად ის გასადენს რუსეთიდან იღებს ძირითადად ენერგომატარებელს, მაგრამ თუ ირანთანაც არსებობს იგივენაირი კავშირი, ამიტომ მისთვის ენერგეტიკული პოტენციალი გარკვეულწილად ირანზეც მიბმულია. ამ პირობებში სომხეთი არ აქვს მოქცეული, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ სერიოზულ აი წანაცვლებას და ძრას, რომელიც გარკვეულწილად არსებობს მოსაზრება, რომ ესეც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს და კონფლიქტს, იმიტომ რომ ამოცანას თუ ჩვენ ავიღებთ რუსეთის ერთგვარად შეზღუდვას, მის გარშემო რკალის დავიწროვებას, იმისათვის რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აღიქმება საფრთხე, შესაბამისად თუ ეს არის საფრთხე, ის უნდა იყოს ერთგვარ მარწუხებში მოქცეული, იმიტომ რომ მან გადალახა ეს მშვიდობის ზღვარი და დაიწყო ომი, შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს სწორედ დასავლურ პოლიტიკას, აი სამხრეთ კავკასიაში აი ამ ღერძის გააქტიურება. ჩვენ ხედავთ გამოკვეთილ კონტურებს იმ ალიანსის, რასაც ქვია თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობა და ჩართულობა. იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მან დაკარგა ყარაბაღი, ის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ის აღიარებს, ეგუება ამ ვითარებას და შესაძლოა ხედავს საფრთხესაც, რომ უკვე აქეთ შეიძლება შემოედან, იმიტომ რომ მას მხოლოდ ყარაბაღი არ ქონდა წაღებული, მას ქონდა წაღებული აზერბაიჯანის სხვა რაიონებიც. ეხლა შეიძლება პირიქით მოხდეს, თვითონ მან დაკარგოს. როგორი არის შენი შეფასებით დღეს ეს ვითარება და რა პოტენციალი გააჩნია აი ამ ძალიან აწრეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბალანსის უკვე სხვანაირად შეცვლას? ხო, აქ თვითონ საინტერესოა აზერბაიჯანმა როგორ მოაგვარა ეს თავისი სეპარატისტული რეგიონის საკითხი. მსგავსი პრეცედენტი კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა არასდროს. რომ ცენტრალურ ხელისუფლებას დაეკარგოს რომელიმე თავის ნაწილზე კონტროლი იმ მოსახლეობის, რომელიც მანამდე იქ ცხოვრობდა, მაგრამ რაღაც პირობებში გეოპოლიტიკურ ვითარებაში აუჯანყდა და საგარეო მხარდაჭერით გამოეყო და იმ კუთხით აზერბაიჯანმა როგორ მოაგვარა ეს საკითხი. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ამ კუთხით საინტერესოა თვითონ ეს როგორ გააკეთეს, ხო, როცა დამარცხდნენ 88-ში დაწყებული 94-ში მიღწეული შეთანხმებით, ფაქტურად აი 94-მდე გაგრძელდა ეს პირველი ყარაბაღის ომი. აი მის შემდეგ აზერბაიჯანი შეუდგა მზადებას ეკონომიკის გაძლიერებას, საგარეო მხარდაჭერის, რეგიონული მხარდაჭერის მოპოვებას თურქეთის სახით, არმიის მოდერნიზებას და თავისთავად ამ წლების განმავლობაში, როცა ეს ყველაფერი ხორციელდებოდა, არ ვიწყებდნენ მშვიდობიან მოლაპარაკებებს. ასობით, ამოდენიმე 1000 შეხვედრა შედგა, იგი მინსკის ჯგუფი, რაღაც უზბეკეთი, ცენტრალურ აზიის ქვეყნებში, სხვადასხვა ფორმატები მოსკოვში არაფერმა 1 სანტიმეტრით არ იქნა მიღწეული რაიმე სახის დათმობა და ახლა კითმობდა ამ კუთხით, რომ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანი აღიარებდა, როგორც ავტონომიური მას, ხო? და დაებრუნებიათ ის რაიონი. ხო, დაებრუნებიათ სომხეთი ამაზე არ წავიდა. ახლა დღევანდელი განმსახედიდან რომელი ჯობდა? ან საერთოდ თვითონ ეს კონფლიქტი ღირდა იმათ, რომ საგარეო რუსეთის იარაღად ქცეულიყვნენ, სომხებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ზღაპარია რომ მაგათი ხოცავდნენ. არავინ არ ხოცავდა მაგათ. საკმაოდ წამყვანი პოზიციები ეკავათ. თვითონ აზერბაიჯანში ბაქოშიც ბაქოელი სომხები, ცნობილი ის არის, ეს გუშინდელი ტერმინი არა. და მთიან ყარაბაღში მით უმეტეს. მაგრამ ეს რევანშისტული, შოვინისტული რომ იქით, აი ახლა მთიანი ყარაბაღი ხო, მაგრამ იგი 7 რაიონი რა არის. საერთოდ არ ეკუთვნებოდა იმას. აი როგორც ჩვენ შემთხვევაში მოხდა, ხო? ცხინვალის ის მიიერტეს რეგიონი, რომელიც საერთოდ არ შედიოდა არასდროს.
ხო, ანუ ჩვენ ახლა აქედანაც შეუწყოს ხელი, ხო? მიუხაზეს ეს. ანუ მსგავსი ტიპის ის სომხეთში მოხდა, ხო? ძალით წაართვა ეს 7 რეგიონი, რომელიც არ შედიოდა და ნუ ერთადერთი გზა დარჩა აზერბაიჯანს ის რაც ჩვენ ნახეთ 2020-ში სამხედრო გზით დაასრულა, ჯერ ნაწილი წაიღო, შემდეგ ეს რუსეთის ფაქტორიც რო განეიტრალდა, თავისთავად უკრაინის ფაქტორმაც იმოქმედა რუსეთის იმ სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე ყურადღების მოდუნებით. მთელი რესურსი იქონდა ჩართული და ძნელია ახლა რომ ახლა ნუ თუ რუსებს არ ეყოთ ძალა და არ ეყოთ. ფაქტია რომ დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცოტა გადამლაშებულად, მაგრამ სერიოზულად იყენებს აი ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს და ჩვენ ხედავთ გაუარესებულ ურთიერთობას რუსეთთან. მაშინ როდესაც სულ რაღაც ჩარშან მე მგონი იყო რუსეთის პრეზიდენტის ძალიან პომპეზური ვიზიტი ბაქოში, ეგ უამრავი რაღაცა დაპირება, ლაპარაკი, ანუ მას აჩვენეს რომ როგორ კარგ მდგომარეობაში აზერბაიჯანში აი რუსული სახლი, რუსული ენა, სკოლები, რაც არის მნიშვნელოვანი, ხო, რუსული გავლენისათვის. ეხლა ჩვენ ხედავთ სრულად შემოტრიალებულ ვითარებას. და თუკი სომხეთიც აი ამ ალიანსში ჩაერთო რაღაცნაირად, ხო, მან დაინახა თავისი ინტერესები, რაღაც გარანტია მიიღო, მას ყავს ევროპაში, პირველ რიგში საფრანგეთი, მომკავშირე ქვეყანა, შეიძლება თუ არა რაღაც ჩვენ ვიხილოთ სხვანაირი ალტერნატიული რკალი და რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს საქართველოს. ხო, რუსეთი მასე ახლა აზერბაიჯანს ამ კუთხით ვერ გამტყუნებ. იმიტომ რომ თვითმფრინავი რო ჩამოვაგდეს ფაქტია, ხო, რა უნდა მანდ ახლა მოხდა სამწუხარო ფაქტი. ძალით თუ შემთხვევით ჩამოვაგდეს, ამას უკვე ხო დიდი ის არ აქვს, მოხდა ფაქტი, ხალხი დაიღუპა და სახელმწიფო რომელსაც მიეკუთვნება ეს თვითმფრინავი და ეს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ითხოვს გამოძიების დაწყებაზე, ну, ადეკვატურ რეაგირებას იმ სახელმწიფოსგან, რომლის ტერიტორიაზე ეს მოხდა. თუმცა ხო შემდეგ დასვეს ყაზახეთში, ხო? არ მოხდა ეს რეაგირება. რა უშლიდა რუსეთს ხელს? რამე ის დააკლდებოდა, რამე თქვა ხა მობოდიშება ოფიციალური პირით. ხდება ასეთი რაღაცეებიც, ხო? არაერთი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ეს თავისთავად არ მოხდა. ამან ძლიერ დაარტყა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას. ეგრევე შეიმჩნევოდა პრესაში ეს ასეთი ცივი დამოკიდებულება, ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთისადმი. მანამდე იყო მოზომილი დამოკიდებულება, იმიტომ მაინც ახლა ისე არ აკრიტიკებდნენ რუსეთს. ну, როგორც ჩვენთან ეს ტრადიციად მიმჩეული. იმიტომ რომ იცოდნენ რუსეთის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ყარაბაღში და მისი გასანეიტრალებლად ჭირდებოდათ სუსტად ის პოზიცია რაც ეკავათ. არც ნაკლები ჩვენზე ნაკლები გინება და ის არ იციან ამ კუთხით. ამ ვითარებას ვერ შეცვლიდა ეს თავისთავად. დაელოდნენ თავის გეოპოლიტიკურ მომენტს რუსეთის პოზიცია განეიტრალდა და დაიბრუნეს მთლიანი ყარაბაღი. ამ ვითარებაში ახლა ეს უკვე რუსეთის დანაშაულია. ეს ფსონები თავისთავად შემდეგ გაიზარდა, იმიტომ რომ საერთაშორისო სასამართლოში, ну, იქნება წარდგენილი ეს ფაქტი, როდის მოხდა ჯერ კიდევ, ხო, შარშან, დეკემბერში არა. ხო, ну, შარშან მოხდა წლის ბოლოს. როდესაც ვერ იხსენებთ ეს. და თავისთავად არ ყოფილა ესეთი რეაქცია, მაგრამ ელოდებოდნენ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს ამ არაფერი, არც კომპენსაცია, არც მობოდიშება. რა უშლით, ანუ გამოდის რომ რუსეთს აწყობს აზერბაიჯანთან ესკალაცია და აზერბაიჯანს რა პოზიცია უნდა დაეკავა. ან სხვა ქვეყანას რა პოზიცია უნდა დაეკავა, ელემენტარულ სიტყვა. უბრალოდ ჩვენ ხედავთ რომ ეს არ არის კონკრეტულ ინციდენტზე რეაგირება, არამედ შესაძლოა ეს იყოს გამოყენება საბაბად ამისი. ყოველთვის ყველაფერი არის პირველ მსოფლიო ომსაც ერთი მკვლელობა ქონდა საბაბად, მაგრამ ის გვესმის რომ იქ იყო ძალიან სერიოზული უკვე ძალები მზად რომ ჩართულიყვნენ ამ ომში. ამიტომაც აი ეს შეიძლება იყოს საბაბი იმისათვის რომ მოხდეს სერიოზული ცვლილება რა, ანუ აი ძალთა ბალანსი რაც არსებობდა და რასაც უკანასკნელ დრომდე მაგალითად აი 3+3 აი ეს ტერმინი ატვარსოს ფორმატის საკითხი არსებობს 3 დიდი ქვეყანა, 3 პატარა სახელმწიფო და აი ამათი კავშირი, იმიტომ რომ რეგიონალურად სწორედ მათი აი ეს გზაჯვარედინი იკვეთება აქ, ხო ესია და უკვე აღარც უხსენებია არავის, იმიტომ რომ აი ეს ბალანსი ირღვევა რა, ანუ ერთმანეთს არა დარღვეულია უკვე ეს ბალანსი. უკვე დარღვეულია, იმიტომ რომ უკვე ერთ მხარეს მიკერძოების მხარეს ბევრი გაიზარდა.
ერთგვარად თუ შეიძლება ტრადიციულად წარმოვიდგინოთ ეს რაღაცა მოკავშირეების შორის ურთიერთობა, ეს სრულიად შეცვლილია და რუსეთს უფრო და უფრო ნაკლები გავლენა რჩება ამით. რა პასუხი შეიძლება რომ არსებობდეს, ანუ როგორ შეიძლება რუსეთმა ირეაგიროს აი ამ შეცვლილ ვითარებაზე. ხო, ყარაბაღის საკითხის დასრულებით აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ხო, იქ სომხებიც არ დარჩეს. და თავისთავად არც ავტონომიაზე საუბარი, ხო, დაამთავრა. ხო, იყო პრაქტიკულად წმენდა მოხდა. ხო, ნუ ამ კუთხით წმენდა, მაგრამ იქ წმენდა არა ისე ჩვენ დაახლოებით არ ვიძახი, უბრალოდ წამოვიდა. ხო, წამოვიდა, მოასუფთავა ამ კუთხით, დახურა ეს საკითხი სამუდამოდ სხვა საფეხურზე, ანუ მოთამაშეები რო ითქვიან იმაზე, ხო, სათამაშო იმაზე, ლეველზე გადავიდა აზერბაიჯანი. სხვა ლეველზე, სხვა წონიანთა კატეგორიაში გადავიდა აზერბაიჯანი. სულ რაღაც ამ სახით აზერბაიჯანი არასდროს ხარ არსებობდა. 30 წლის წინ სახელმწიფოდ გამოცხადებული, აი ამ ფორმაციით გახდა ლიდერი ყველა კუთხით. თავისთავად მას ძლიერი მოკავშირეები ყავს, მაგრამ ამას ხო გამოყენება უნდა. და რა განიანება, თორე ბევრი სახელმწიფო გვინახავს, ვისაც მაგრად ეხმარებოდნენ, მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთეს. გარკვეულად ჩვენც შევდივართ ამ რეგიონში. ხო. რუსეთის ფაქტორი, ახლა ყარაბაღის საკითხში განეიტრალა, თავისთავად შესუსტდა. მე მახსოვს აქ ჩვენი ექსპერტების ბჭყალებში ეს პროგნოზები, რომ აი ალიევმა დააკანონა რუსული ჯარები ყარაბაღში. მეთქი დროებითია ეს. დროებით იქნება და აზერბაიჯანი ამას არ დააკანონს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ის აზერბაიჯანში რუსული ფაქტორი, სამხედრო ფაქტორი რა იყო ყარაბაღის ომში, სომხებს ეხმარებოდნენ რეგულარული ჯარები, სადესანტო ნაწილები. ასევე ჩვენთანაც ითვალისწინებდნენ რა როლი ითამაშა აფხაზეთის ცხინვალში 2008-ში. ისინი აკვირდებიან, ითვალისწინებენ და თავიანთ იმაზე, მაინც ერთი სივრცეა გეოპოლიტიკური და რუსებს ჭირდება თავისთავად ეს მექანიზმები, ზემოქმედების. ეს უხეში იმით, ხო, არა მარტო პრიანიკით, არამედ მათრახით. რომ რუსული პრიანიკი აკარავის არ უნდა ყოს ამ კუთხით. საკმაოდ უხეში ტონალობით, მაგრამ მასეთ ვითარებაში გამოჩნდნენ სხვა მოთამაშეები. ჩაეფლო უკრაინის ომში, ვერ მოიცალა სამხრეთ კავკასიის აზერბაიჯანმა ეს გამოიყენა. თავისთავად თურქეთი მარტო აზერბაიჯანს რო ასახელა. ფაქტია რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარი. ეს ომი როცა მან გაიმარჯვა ყარაბაღში, ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო. კი, ვერ დაიწყო და ვერ მოიცლიდა. ვერ თავისთავად. და ამას დაუბრუნდა ხომ ზანგეზურის კორიდორამდე მივდივართ, აი თქვენ საუბრობთ რა ბერკეტების დაკარგა. ერთი ეს ყარაბაღის საკითხით. გავიდნენ ეს ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილები. შემდეგ უკვე აზერბაიჯანმა თავისთავად როგორც გამარჯვებული მხარე მოითხოვა მაქსიმუმი, რომ მაინც მიიღოს მინიმუმი, იმიტომ რომ მაქსიმუმი მაგან წაიღო. არც ფიქრობდნენ თავდაპირველად ჯერ კიდევ 2023-მდე რომ ეს ავტონომიური საკითხი დასრულდა ეს უკვე ყველაფერი გაკეთა ისე როგორც აზერბაიჯანელებს გაუხარდებათ. შემდეგ ეტაპი თავისთავად ეს არის დაკავშირება თავის ექსკლავთან, ანუ ტერიტორიასთან, რომელსაც უშუალოდ არ ესაზღვრება. ესეც საბჭოთა იმპერიალისტული იმის გადმონაშთია, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა ეს გადმონახტომით 40 კილომეტრის წყვეტა იყოს და იქ ცხოვრობს ერთი ხალხი და მეორე ცხოვრობს ეგეთ ხალხი. ახლა ვინ სად გადაასახლეს ან ის ტერიტორია ვინ წაართვა, ნუ ეს ხო ლოგიკურია, ხო? ასე არავინ არ სახლდება. ერთი ხალხია თან ის კი არა მონათესავე რა ტომები. ერთი ხალხია და თავისთავად ისე დაყო რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროს მან ზანგეზურის კორიდორს უწოდებენ დღეს იქ გადიოდა რკინიგზა ჩვეულებრივად სატრანსპორტო გზა იყო მაგრამ არ იყო აი საერთაშორისო დონის იმიტომ რომ მაინც ახლა რკინის ფარდა იყო და საბჭოთა კავშირის ფარგლებში მოქმედებდა ყველაფერი აქ უკვე თურქეთია ჩართული. თურქეთი უშუალოდ დაუკავშირდება სახმელეთო გზით აზერბაიჯანს. ძალიან უცნაურია სხვათა შორის ეს კონტური, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო, აი პრაქტიკულად თითქოს სპეციალურად არის ყელი დაგრძელებული, რითაც ნახიჩევანს თურქეთი უერთდება. აი რუკის ეს მონაკვეთი არის ყველაზე კარგი საილუსტრაციო თუ რანაირად ხდებოდა ეს შეერთება. ანუ იქ თავისუფლად შეეძლო ისე გაეკეთებინა საბჭოთა კავშირის, რომ ნახიჩევანს თურქეთთან არ ქონოდა შეხება ერთი. მეორე ისო ძველ რუკებს ვხედავ, მათ შორის, ოდესაც აი მიდიოდა ამერიკა-კავკასიის ფედერაციის რუკები, არანაირ ნახიჩევანის ცალკე არ არსებობს, ხო, ერევნის გუბერნიის ნაწილია ჩვეულებრივად. აი გამოყვეს, კი. ხო, და გზაც შემდგომ უკვე ძირითადად როგორადაც ამ ირანის ინტერესიც რაშიც არის, უკავშირდება პრაქტიკულად ირანის ტერიტორიის გავლით, ხო, რომ პირდაპირ მოხვდეს აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში ადამიანი. ეს მოცემულობა იყო
ხანდახან იძახიან რომ იცი არ რაღაცები სპეციალურად არ იყო ჩადებული, ანუ ეს მოცემულობა აჩვენებს როგორ არის ეს რაღაცნაირად გადაზღვეული ერთმანეთთან. კი, ეს როგორად დაყავი და იბატონეს იმაში ჯდება ყველაფერი ამ პოლიტიკაში. ხო, იმიტომ რომ თქვა ახლა ჩვენს მიმართებაში შეხედეთ სამი ის ავტონომიური ის რა თუნდა საქართველოს ავტონომია საერთოდ. იმიტომ რომ თქვა ოსები და აფსუები ერთად რო შეკრიბო, აგერ დინამო სტადიონს გაევსებოდა ახლა აქ სომხებს და აზერბაიჯანელებს არ აქვს ავტონომია ამ კუთხით. თან ინფოზე როცა აფხაზეთი ყოველთვის იყო თქვა სამთავრო არსებობდა მანამდეც აფხაზეთის მართალი ავტონომიური მანამდეც საბჭოთა კავშირის შექმნამდე ხო ეს ოლქი 22 წლამდე და სხვა ურთიერთობა ანუ არც ერთ რუკაზე არ არსებობს არანაირი ცხინვალი და მით უმეტეს სამხრეთოსთან წოდებული. ბუნებრივია რომ ეს შეუსაბამოდი არის. კი ბატონო, ჩვენი დრო უბრალოდ ამოიწურა, მე ძალიან მიხარია რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი და ვილაპარაკეთ ამ რაღაც მიმოხილვაზე, მგონია რომ ძალიან ბევრია ამ ხრივ მოსაყოლი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა რასთავარია დაუბრუნდეთ და უნდა გვესმოდეს ჩვენს ალგვიწევს ცხოვრება. მადლობა მსმენელს, ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია და ეთერში დაუბრუნდებით ხუთშაბათს.